ჭკურკით კი არა და იმდენმა შემისწორე ზუმფარით კბილებს გაისუფთავებდით? აი ეს პატარა რაღაცა, არ ვიცი, სახელი რა ქვია, რომელსაც ესეთი ზედაპირი აქვს, აი ხელი რომ მოусვა, ზუსტად ზუმფარასავით არის მართლა, იყენებენ ხოლმე, ესე აიღებენ და კბილებს შორის ესე ატარებენ. აი ესე. იმ იმედით, რომ აი აქ ქვა თუ რამე ნადები რაც არის დაგროვებული, ეგ გაიწმინდონ. ეს არაფერს არ ასუფთავებს, ეს არის ტიპიური ზუმფარა, ვისაც გაქვთ სახლში ხელი რომ მოусვათ, მიხვდებით თქვენ თვითონაც და დაგიზიანებთ მინანქარს. დაკაწრავს მინანქარს, რომელსაც მერე სამწუხაროდ აღარაფერი ეშველება. ზოგადად კიდე ბევრჯერ მოგაწოდებთ მსგავს ინფორმაციებს და მინდა იცოდეთ, რომ არა მარტო პირის ღრუზე და კბილებზე, არამედ ნებისმიერ სამედიცინო თემაზე, რაც სახლში მოგონილია, რაც არ არის სამედიცინო კვლევებით დადასტურებული, არ გამოიყენოთ, არის თქვენი ჯანმრთელობისთვისვე დამაზიანებელი. შეიძლება ისეთი პროცესები გამოიწვიოთ ამ სახლის პირობებში რაღაცა უხეშად ვიტყვი, მაგრამ სხვანაირად არ გამომდის ხიმანდრობით, რომ მერე ძალიან სანანებელი გაგიხდეთ.